მაჩვენებელი 2.7%-ით შემცირდა, ეს მარტის წინასწარი მონაცემია. Საქსტატის ინფორმაციით ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილმა ვითარებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ისეთ სექტორებზე, რომელიც ეკონომიკური ზრდის განსაზღვრელია. გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით მიმდინარე წლის მარტში შემცირების ტენდენცია გამოვიდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა მშენებლობისა, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორისა. კლება დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და კვების მიწოდების, ასევე ტრანსპორტის საქმიანობებში. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პროგნოზით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა -4%-ის ფარგლებში იქნება. როგორც მოგეხსენებათ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ არსებითი გავლენა მოახდინა ტურიზმის სექტორზე. მნიშვნელოვანი შემცირება გამოვლინდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, რაც რასაკვირველია დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების შემცირებასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 2020 წლის მარტის მეორე ნახევრიდან გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეიზღუდა რეგულარული რეისები, ასევე აღსანიშნავია, რომ შეიზღუდა გარკვეული ტიპის ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის სასტუმროებისა და რესტორნების საქმიანობა, რამაც რასაკვირველია ნეგატიური გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებაზე. ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი დახმარების მექანიზმზე მუშაობს. სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და დარგში გამოწვეულ